მე ვფიქრობ, რომ კობახიძის განცხადებებს, გამონათქვამებს და მის რაღაც დროსთან კონტექსტში ანალიზს იმთავითვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ის არასდროს არ ამბობს რაიმე არაორდინალურს ან განსაკუთრებულს, არც რაიმეს, რასაც ის დამოუკიდებლად გააჟღერებდა, ეს რომ არ იყოს მისი რაღაც საქმიანობის და დიდი ინსტრუქციის ნაწილი. კობახიძე, ისე როგორც რუსული პროპაგანდა, საუბრობს საქართველოში deep state-ზე და საქართველოში თუ deep state-ში მოვიაზრებთ იმ ძალას, რომელსაც უნდა საქართველო იყოს აჩანაგებული, დაბეჭავებული, უსუსური, უძლური, დაუცველი, განუვითარებელი, მაშინ ეს deep state არის რუსეთი და რუსეთის აგენტურას წარმოადგენს კობახიძე, ივანიშვილი და მთელი საქართველოს, მთელი ქართული ოცნება, იმიტომ რომ თუ დავსვავთ კითხვას, ვის აწყობს, რომ საქართველო იყოს განუვითარებელი, საქართველო ვერ გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველო არ იყოს ევროატლანტიკური სტრუქტურებით დაცული, საქართველო იყოს კორუფციაში ჩაფლული, საქართველოს მართავდნენ კორუმპირებული აღალჩინოსნები, რომლებსაც მართავს მერე გარეძალა მარტივად, საქართველო იყოს კოლცენტრების ქვეყანა, საქართველო იყოს განუკითხაობის ქვეყანა, საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ნარკოტიკული საშუალებები ოფიციალურ მიმოქცევაშია იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაზარალდნენ, სადაც ძვინვარებს კრიმინალი და სადაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავენ და არის ტოტალური განუკითხაობა, მაშინ ამაზე ძალიან მარტივია პასუხი და ეს პასუხი აქვს ყველას, ვისაც 90-იანებში უცხოვრია და ვინც ამ ქვეყნის ისტორია იცის. ეს არის რუსეთი და სწორედ რუსულ მართლობას ამკვიდრებს ივანიშვილი. საქართველოში ეს არის მისი ამოცანა, ეს არის მისი მისია, ეს არის მისი ამოცანა მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან. მას შემდეგ ყველაფერი, რასაც კობახიძე აჟღერებს, თან რუსოფობია, რუსეთის სახელმწიფოს მიმართ და მისი ქმედებების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ამ საზოგადოებაში არანაირი ზემოქმედება და გაღვივება არ სჭირდება. ეს ტერმინია ძალიან სპეციფიკური. რუსოფობია არის ის ტერმინი და იმის აღმნიშვნელი, რაც სრულიად ბუნებრივად განუვითარდა ქართულ საზოგადოებას, როგორც თავდაცვითი მექანიზმი, იმიტომ რომ რუსეთი არის ამ ქვეყნის ოკუპანტი, რუსეთი არის ამ ქვეყნის მრავალასწლეულიანი მტერი, რუსეთი არის ვინც ამ ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის და რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც თავისი არაერთი სპეცოპერაციის საშუალებით დღეს საქართველოში მოგვივლინა რუსული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას ჭაობში მიექანება. ამიტომ კი საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად აქვს რუსეთის მიმართ ძალიან კაფეო დამოკიდებულება, რუსეთის ეშინია, რუსეთი არ უყვარს, რუსეთს არ ინდობს და არ უნდა რომ რუსეთი საქართველოში უკანონოდ იმყოფებოდა. ჯანსაღად აქვს ხო ეს გამიჯნული, ესეც უნდა აღინიშნოს, რომ ერთია რაღაცა ეთნიკური ნიშნით დამოკიდებულება და ეს პრობლემა ჩვენ საზოგადოებაში რაღაც კონკრეტული ადამიანების მიმართ უიშვიათესი გამონაკლისების გარდა ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან დიდი შემოდინების ფონზეც არ გვინახავს და რუსეთის ქმედებების, რუსეთის სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება ძალიან ცხადი და მკაფიო არის, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც და ასევე ბოლო წლების თელ ისტორიას რო გადავალოთ თვალი, გავრილოვის ღამიდან დაწყებული, რის გამოც გადააყენეს სხვა შორის ის თავის დროზე თანამდებობიდან და რაღაც ტკივილად აქვს როგორც ჩანს შერჩენილი, ძალიან გასაგები არის ხოლმე ქართული საზოგადოების განწყობა და ყველა ეტაპზე ვლინდება და ძალიან საინტერესოა ამას რატო შეიძლება უწოდოს გარედან თავს მოხვეული, თუ კი ეს მართლაც არ არის რაღაცა დიდი ჰიბრიდული ნარატივის ნაწილი, რის გამოც უნდა არის რუსული პოლიტიკის მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება. ამერიკის შეერთებულ შტატებზე ცილაპარაკაც ხო ჩვენს რამდენიმე დღიანი პაუზის შემდგომ ჯერ ვნახეთ ქრონოლოგიას რომ თვალი გადავალოთ, მამუკა დინარაძის ჩამოქვეითება ძალიან ბევრი ტიტულის მინიჭების შემდგომ ხო ჩვენ რაღაც კონსპირაციულად ვერ ვიტყვით, მაგრამ ვიცით ქრონოლოგიურად როგორ ლაგდება და რას მოჰყვა ამ აგენტოზე პასუხისმგებელი ადამიანის გადაყენება. დღეს რაც ისაუბრა მას ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვერ ვიტყვით რომ რაღაც ძალიან დიდი რიხით იყო ახლანდელი ადმინისტრაციის მიმართ, უფრო წინა ადმინისტრაცია გააკრიტიკა კვლავ და კვლავ გამოთქვა ასევე ცალყბად ოპტიმიზმი თითქოს ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე და ურთიერთობების დალაგებას. თქვენ როგორ ხედავთ ამ პერსპექტივას, რეალურად შემორჩენილი აქვს თუ არა
მათ ნამდვილად ეს მოლოდინი იმ ფონზე, რაც ძალიან მკაფიოდ ესმით ვაშინგტონისგან და მეორეს მხრივ უნდათ თუ არა ესეც მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ეუბნებიან საკუთარ ამორჩეველს თუ ეს ნამდვილად სურთ. მეორე ნაწილით დავიწყებ და ჩემი ღრმარწმენით მათ ნამდვილად უნდათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, უფრო მეტიც ევროპასთანაც უნდათ ურთიერთობების გადახედვა, უბრალოდ უნდათ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ცივილიზაციურ ჩარჩოში იქნებოდა, ცივილურ ჩარჩოში იქნებოდა შესაძლებელი, არამედ მათ უნდათ ეს მათი ძალიან კონკრეტული პირობებით, არა სახელმწიფოებრივი პირობებით, არა ქართული ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ მათ ამ ურთიერთობების შენარჩუნება და გადახედვა და უფრო მაღალ ეტაპზე აყვანა უნდათ იმ პირობებით, სადაც ივანიშვილის კულტი არის პატივისცემული, სადაც ივანიშვილის ფულს არავინ არ ეხება, სადაც მათ კორუფციულ სქემებს არავინ შეეხება, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ გააგრძელონ კორუფციაში, ჩაითრიონ ყოველდღიურად ახალგაზრდა, რა ვიცი, პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც ისინი იზიდავენ და მერე ვიღაცებს ციხეში სვავენ და მერე ახლებს აფუჭებენ და რყვნიან. ამ სქემის შენარჩუნება უნდათ და რაც თავარია, მათ უნდათ იმ ფორმატის შენარჩუნება, რომელიც გეოპოლიტიკურად სრულად მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. მათ უნდათ ამერიკასთან ურთიერთობები იმდენად, რამდენადაც დასავლეთი არ უნდა შეეხოს ივანიშვილის ფულს, დასავლეთი არ უნდა შეეხოს მათ ავტორიტარულ მმართველობას, დასავლეთი არ უნდა შეეხოს საქართველოში ადამიანის უფლებებს, არ უნდა დაინტერესდეს საქართველოში როგორ მიმდინარეობს ეკონომიკური განვითარება, საქართველოში რა ხარისხით არის დემოკრატია, არამედ მათ უნდათ ურთიერთობების შენარჩუნება, მხოლოდ იმ ჭრილში, რა ეტაპითაც ისინი ვთქვათ გარკვეულ დათმობებზე წავიდოდნენ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ საკუთარ მმართველობას არავინ შეეხებოდა. რამდენად ამის შესაძლებლობა აქვთ და რამდენად ამის პერსპექტივა და მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ, აქამდე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათი ყველა მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი და ყველა დღეს გაკეთებული განცხადება თუ ამერიკის შეერთებული შტატების ქმედების ინტერპრეტაცია გვაძლევს ძალიან მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ არანაირი პროგრესი მათ არ აქვს და არც ექნებათ და ეს არის განპირობებული ძალიან მარტივი კონტექსტით და ასევე გზავნილით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირ თუ ირიბად მოდის, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო მყარად ყალიბდება მათ შორის ამ ადმინისტრაციის პირობებში პოზიციები რუსეთთან მიმართებით, სულ უფრო მყარი ხდება პოზიციები უკრაინასთან მიმართებით და რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით და ასევე რუსეთის ცალსახელ უარყოფით როლთან მიმართებით, რომელსაც იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელსაც ის დასავლეთის წინააღმდეგ ავითარებს. აწარმოებს შესაბამისად არანაირი შენდობა პუტინის შიკრიკებს არ აქვს და ამიტომაც არ ხდება აქ არც არანაირი დიალოგის აღდგენა და მით უმეტეს არ ხდება ივანიშვილის მხრიდან რაღაც ასოწარკვეთილი მცდელობებზე გამოხმაურება ვაშინგტონის მხრიდან და ამის პერსპექტივას უახლოეს მომავალში მე ვერ ხედავ თუ რამე თვისებრივად არ შეიცვალა. თვისებრივად რომ შეიცვალოს, ამისთვის ივანიშვილმა რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეს და მინიმუმ რაღაც ტიპის მზაო პოლიტიკური ნება უნდა მაინც უნდა გამოავლინოს, რომ ოდესმე ის ამ ქვეყანას თავს დაანებებს და ამ წუთას ამის პერსპექტივა არ ჩანს. სხვა შორის გაუგებარი უწოდეს ამ განცხადებას და ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო იყო სხვა შორის, რაც მახოსანაიას ჩემი კოლეგის, რომელიც ხვალდატოვებს საპატიმროს მის უსამართლო პატიმრობასთან დაკავშირებით გააკეთა ხო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ და ძალიან მკაფიო იყო შინაარსი იმ კუთხით, რომ როგორ ექცევიან ოპონენტებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებულ აზრს როგორც ექცევიან და ამასთან დაკავშირებით ურაზროვნება ახალ ადმინისტრაციას შეიძლება რიგი მიმართულებით ქონოდა საერთაშორისო პოლიტიკაში, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს არ ქონია რა იყო მათი სტანდარტი და მათ შორის სტაბილურობაზე მიუთითებენ, რა წერტილსაც ვერ მიაღწია. მოდი ვისაუბროთ თვითონ კობახიძის მონაკარზეც, ხო? ის არის სახე დღეს ამ რეჟიმის ოფიციალურად პასუხისმგებელი პირი, მისი არის ეს საკადრო პოლიტიკა, სადაც ეს გადაადგილებები მოხდა. აქვე ზარდიაშვილის ამბავის არ უნდა დავივიწყოთ, იმიტომ რომ რაღაცა განტევების ვაციც და პასუხისმგებელი საბოლოოდ მოიძებნა, ხო, იმ დიდ პრობლემაზე, რაც აღმოჩნდა ქვეყანაში ორი სხვადასხვა ეპიზოდის დროს მთლიანად ქვეყნის შაბნელება, ხო? მისი პასუხისმგებლობის საკითხია. საინტერესოა ივანიშვილის საკადრო კრიზისი აქ ვერ ანაცვლებს მას თუ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე, იმიტომ რომ დისფუნქციურობა და ის რომ მან თავის ამოცანებს ვერ მიაღწია, რაზეც თქვენი საუბრეთ ზაღან, როგორ პირობებზე უნდათ მათ დასავლეთთან ურთიერთობა, ამაზე პასუხისმგებელი ოფიციალური სახე ის არის. თქვენ როგორ ხედავთ ამ გადაადგილებებს? თუ ჩვენ ივანიშვილის მიერ შექმნილ სისტემას თუ რეჟიმს
ვუყურებთ რეალისტურად და მე მგონია რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ რომ რეალისტურად აფასებს ამ სქემას. ეს არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მოდელისთვის რაღაც არახალი სქემა, სადაც ცალკეული ადამიანები პრინციპულად არაფერს არ წარმოადგენენ, არაფერს არ განასახიერებენ და არაფერს არ ნიშნავენ მათ შორის მათი პატრონებისთვისაც. ამიტომ მათი გადაადგილება, გამოცვლა, გადაგდება მათ მიერ განცხადებების დაწერა ისე რომ თავადაც არ იციან. ეს ამ სისტემისთვის არახალია, იმიტომ რომ ისინი ამ ვერტიკალში მათთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ის სისტემა იდგეს, რომელს სათავეშიც არის ივანიშვილი და ივანიშვილის ხუშტურები ისე კმაყოფილდებოდეს, როგორც ეს მას წარმოუდგენია და ამ გოლში, ამ ჯაჭვში თუ რომელიმე რგოლი რაღაცნაირად ან მერყეობს, ან ცოტა ზედმეტად ხელი წაუწდება, ან ბოლომდე ვერ ამოიკითხავს ივანიშვილის თვალებში იმ განწყობას, რაც იმ დღეს მას აქვს, მაშინ რა თქმა უნდა ის ხდება განტევების მათი. ეხლა ამავდროულად არსებობს ისეთი თემები, როგორიც არის ენერგეტიკა, რომელიც ამ ქვეყნისთვის მათ შორის არის ძალიან მტკივნეული მეხსიერების ნაწილი და რომელიც ეხება ნებისმიერს, მათ შორის იმ ხალხს, ვისაც დგას ეს სისტემა. ვისი იმედიცა აქვთ, რომ გაყალბებულ არჩევნებში ისინი კვლავ ჩაერთვებიან, ვისი იმედიცა აქვთ, რომ რაღაც სუსის საცეცებთან და სადავეებთან ისევ ისინი აღმოჩნდებიან, იმიტომ რომ ვიღაცამ ეს ავტორიტარული სისტემა და მართლობა უნდა გაატაროს ქვედა დონეებზე და ხალხამდე მიიღონ ადამიანებს იმის გამო, რომ თვითონ უნდა მოწესრიგდეს, ხო, ინფრასტრუქტურულად ყველაფერი. მაგრამ ამავდროულად, როდესაც ქვეყანაში ასეთი მაღალი ხარისხის სისტემური კორუფცია, იქ გარდაუვალია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც არის ზარდიაშვილი, როგორიც არის ღარიბაშვილი, როგორიც არის ლილუაშვილი, როგორიც არის ალბათ კობახიძეც რაღაც ეტაპზე, გარდაუვალია, რომ ის იმათ ხელი არ წაუწდეთ, ან რაღაც ძალაუფლების გადამეტებისკენ არ გაუჩნდეთ მიდრეკილება, ან უბრალოდ აი ამ განუკითხაობაში და უკანონობაში მათ ისეთი ქმედებები არ ჩაიდინონ, რომელიც მე რაღაც ეტაპზე ივანიშვილს არ მოეწონება. ამიტომ ხო ვიღაცები იქნებიან პასუხისმგებელი და აღმოჩნდებიან განტევების ვაცი, ვიღაცა იქნება უშუალოდ პასუხისმგებელი იმ კონკრეტულ ქმედებაზე და ის ამისთვის აგებს პასუხს. სისტემისთვის ეს არაფერს არ ცვლის, საქართველოს მოსახლეობისთვის არაფერს არ ცვლის, ცალკეული ადამიანისთვის, რომელმაც ამ ქვეყანაში ამ სახელმწიფოსგან სიკეთე უნდა მიიღოს, არაფერი არ შეიცვლება, სანამ ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას და სანამ მოსკოვიდან მოდის ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს, მაგრამ ცალკეულ რგოლებზე რასაკვირველია ეს საკითხები ადრე თუ გვიან გადაივლის. ვიღაცას დროებით დაინდობს სისტემა, ვიღაცას აღმოაჩნდება უფრო ძლიერი კრიშა, რაღაც ეტაპზე კობახიძის მიერ მოყვანილი საკადრო ადამიანებიც აღმოჩნდებიან აი ამ სისტემის და ამ კედლის წინაშე, როდესაც მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა.